არავინ უწყის შენი აგების ზუსტი თარიღი. გაშლილ ველზე სახნავს ათასი მინდვრებით გარშემორტყმული კლდოვანი ბორცვიდან გადმოხურებ გარემოს. ოდესღაც ქვეყნის მონაპირე საერისთავოს ცენტრსა და სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდი. დღესაც მონაპირე გუშაგი ხარ, ოღონდ ფუნქცია დაკარგული. ძველად ამ კედლების სიმტკიცე და მასზე მდგომი მეციხოვნეთა სიფხიზლე განსაზღვრავდა მდინარე დებედას შემოყოლილ და დანარჩენ საქართველოსკენ დაძრული მტრის შეკავებას. ერთიან ფეოდალურ საქართველოში გაგის ციხის სახელით მოგიხსენიებდნენ, ხოლო შენს ბატონს კი გაგელად. მე-15 საუკუნეში ქვეყნის ერთიანობასთან ერთად დასამარდა შენი ქართული დასახელებაც და იქეცი აღჯაყალად. თეთრი ციხე ასე ჟღერდა ქართულად სახელი, რომელიც იმ თურქმანულმა ტომებმა შეგარქვეს, ვინაც საქართველოს დასაპყრობად ხან ოსმალოთა, ხანაც კი ყიზილბაშთა სახით მოემართებოდნენ. ასე იქეცი სამშობლოს სადარაჯოზე მდგომი სიმაგრე მომხდური მტრის პლაცდარმად და საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდი ტყვედ ირანის შაჰებისა და მათ მიერ ჩაყენებული ყიზილბაშური გარნიზონის ხელში. დრო და ჟამით შენი სქელი კედლები ჩამოიშალა, ხოლო დარბაზები პირამდე მიწით აივსო. თითქოს სადღაც სიღრმეში საგულდაგულოდ დაგიმალავს წარსული, თავის სიტკბოთი და სიმწრით.